მე არ მახსენდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ოპოზიციური სპექტრის და არასამთავრობო ორგანიზაციების ასეთი რაოდენობა და მობილიზება, მით უმეტეს, რომ ისინი იყვნენ მიწვეული სტუმრის სტატუსით, ისინი არ იყვნენ ოფიციალურ პირებად მიწვეული, ისინი არ იყვნენ, რა თქმა უნდა, დელეგაციის წევრები, იმიტომ რომ მათ მანდატებზე უარი განაცხადეს და ზოგადად პარლამენტში შემოსვლაზე იცით ეს ყველაფერი თქვენ. და მთელი ეს სამუშაო ისინი რამდენიმე დღით ადრე ჩავიდნენ სტრასბურგში და მანამდე როგორც ჩანს იკვეთება რომ ჰქონდათ ინტენსიური კომუნიკაცია სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან და ამ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ყველაზე მეტად გამოკვეთილად ჩანს ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფი და ლიბერალებისა და დემოკრატების ჯგუფი, ეგრეთ წოდებული ALDE, მათთან ჰქონდათ ყველაზე აქტიური კომუნიკაცია. თან ეს ის მომენტია, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფები მათი შემადგენელი წევრებიც არიან. შესაბამისად, მათი მთავარი მიზანი იყო რომ საქართველოს პარლამენტის ახლად არჩეული დელეგაციის უფლებამოსილება არ ყოფილიყო ცნობილი და შესაბამისად ამით, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის ზიანი მოეტანათ. ეს მათ არც დაუფარავთ, იმიტომ რომ კონკრეტული პოლიტიკოსები აცხადებდნენ ღიად და საჯაროდ, არაერთხელ ეს საზოგადოებას მოусმენია, რომ მათი მიზანი არის, რომ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება არ აღიაროს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა.